عن فضالة ابن عبيد فضالة بن عبيد قد مكتمس ما قبل يقص الله مسكن قال النبي صلى الله عليه وسلم الله شو والما صلى الله عليه وسلم تقوى المجاهد من جاهد نفسه مجاهدي أريس إس أدمياني وين ساكوتار سولس ساكوتار تاوس إبزولا أنو بيروي جهادي أكيداني تغيبا بيروي ريكشي أدميان ما ساكوتار تاوس غاموستوري باسوندا إبزولوس ساكوتار تاوشي أرسبول uketurobebs სოდვას ჰარამს კუფს შირკს ვიდაც და ასე შემდეგ უნდა ებრძოლოს საკუთარ თავში ჯერ საკუთარ თავი უნდა გამოასწოროს ზოგადად ჯიჰადი არის ბრძოლა რის წინააღმდეგ უსამართლობის უკეთურობის აღმოსაფხრელად ბრძოლა თუ ადამიანს საკუთარ თავში არ აქვს აღმოფხრილი ეს უკეთურება ეს ცუდი საქციელი სხვაგან ამას ვერ განახორციელებს ან ეგონება რომ სხვას ვასწორებ სხვაგან ვცდილობ ეს საქმეები გამოასწორო დავაყენოთ ეს რიქშიო, მაგრამ შეცდომაში იქნება. გამოსწორების მაგიერ შეიძლება უფრო აშავებდეს და აფუჭებდეს. ასევე ყველასთვის ცნობილია ჰადისი, სადაც შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თავის მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი ბრძოლიდან ბრუნდებოდა და მან თქვა ასეთი სიტყვები, რომ პატარა ჯიჰადიდან დიდ ჯიჰადში ბრუნდებით. იქ ყოფებს გაუკვირდათ და ია რასულულლაჰ, როგორ? ამაზე უფრო დიდი ჯიჰადი რა არისო და ამაზე უფრო დიდი ჯიჰადი საკუთარ თავთან საკუთარ სულში არსებული იმ უკეთურობების ან სიურჩის, ვნებების, ჰარამისკენ ტოლვის მიმართ ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯიჰადი. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანა. მართლაც ასეა. ჯერ ადამიანმა საკუთარ თავში, ნეფსში უნდა ძლიოს ამ ყველაფერს. ყურანი კერიმში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს, რომ სხვა ხალხის მიმართ სიძულვილმა არ გიბიძგოთ თქვენ რომ იქცეოდეთ უსამართლოდ. შეიძლება ვიღაცა გძულდეს, ამიტომ ამას თუ ხელში ჩაიგდებ, იქ უკვე სამართალს აღარ ეძებ. თავარია შენი ჟინას, ნეფსის ჟინა დაიკმაყოფილო და გაუსწორდე ამ ადამიანს. ნახე? და ხშირად სწორედ ამ შინაგან უკეთურობასთან, შინაგან ვნებებთან ბრძოლის გარეშე ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ რომ ჩვენ ჯიჰადს ვაკეთებთო და სინამდვილეში ხალხს ჯიჰადიც და ისლამიც შეაძულეს და შეაზიწყეს. სწორედ აქედან გამომდინარე რომ მათ ეს ეტაპები არ აქვთ გავლილი და შემდგომ ყველანაირ უსამართლობას, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაშიც რომ დავკვირდეთ. ხომ? ელემენტარული ვიღაცაზე განაწყენებული ვიქნებით და ეს ბრაზი, ეს გულმორეულობა ხანდახან ჩვენ სიმართლეს და სამართალს გვავიწყებინებს. და გვიპყრობს ჟინი იმისა, რომ ოღონდ ჩემი გავიტანო, სიმართლე რა არის აღარ გვაინტერესებს. თუ ვიღმეს ჩვენთან მიმართებაში შეეშალა ერთი რაღაცა ელემენტარული, ჩვენ ისე ვცდილობთ მას გაუსწორდეთ და სამაგიერო გადავუხადოთ, რომ იმის შეცდომასთან ჩვენი ეს დამოკიდებულება გაცილებით უფრო დიდია. ეს უბრალო მეგობრულ და მეზობლურ ურთიერთობაში ასე გვემართება და როდესაც ბრძოლის ველზე გადიხარ სიკვდილის სიცოცხლის პირისპირ აღმოჩნდები და ამ სიტუაციაში ხელში ჩაგივარდება ის მოპირისპირე მხარეს ყოფი ტრის ტყვეები, ან მისი ცოლშვილი, ან მისი საქონელი ქონება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც მეგობართან რაღაცა მცირე უთანხმოების შემთხვევაში ასეთი რაღაცა გემართება, იქ საერთოდ ბინდი გადაეკვრება თვალს და რას გააკეთებ, ან რისკენ გიბიძგებს ნეფსი და შეიტანი იქ უკვე წინასწარ ამის ამოცნობა რთულია. არადა შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამი გვასწავლის, რომ ბრძოლის ველზე არ შეეხოთ ქალებს, ბავშვებს, მინდორში მომუშავე გლეხებს, ტყვეებს არ შეეხოთ, ამ ლოცველობებში თავშეყრილი ხალხი, რომლებიც ლოცვით არიან დაკავებული და თქვენ არ გებძვით ასეთებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ფიქრის ლიტერატურაში ჯიჰადის თავს თუ კი გადავშლით, ეს ყველაფერი დეტალურად არის განხილული და გაწერილი. მაგრამ ამის ცოდნის გარეშე და მარტო ცოდნაც არ ყოფნის, თუ კი ადამიანმა საკუთარ ნეფს არ ებრძოლა, საკუთარ თავთან არ მოიპოვა გამარჯვება და არ სძლია მის ვნებებში, ლტოლვებში ის უკეთურობები და მისი ნაფსი ალლაჰის კმაყოფილებას არ დაუმორჩილა, იმან ეს საკითხები რომც
იცოდეს იქ ნეფსის წინაშე მაინც დამარცხდება და მაინც არასწორად მოიქცევა და რასაც შემდგომ მოყვება ის რომ მუსლიმი ტერორისტია, ჯიჰადი ტერორიზმია, ისლამი ცუდია, ისლამის გაგონებაზე ხალხში ასოცირდება შიში და ასე შემდეგ, ეს შედეგები მოყვება. ამიტომ შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა თქვა რომ დიდი ჯიჰადი არის პირველ რიგში საკუთარი თავის წესრიგში მოყვანა და შემდგომ გარემოსთან მიმართებაში უკეთურების აღმოფხვრაზე ბრძოლა. და ასევე ამ ჰადისშიც, რომელსაც გადმოგცემს იმამი თირმიზი, შუამავალმა თქვა რომ ელ მუჯაჰიდუ მენ ჯაჰედა ნაფსაჰუ, მუჯაჰიდი არის ის, ვინც იბრძვის საკუთარ ნაფსთან.